22 თებერვალს ზესტაფონი მოსწავლეთა ღია ტურნირს უმასპინძლებს ჭადრაკში. ადგილობრივი ჭადრაკის ფედერაციისა და საჭადრაკო კლუბ ზესტაფონის ორგანიზებით მონაწილეები 4 ასაკობრივ კატეგორიაში გადანაწილდებიან და ერთ დღეში გაარკვევენ, ვინ შეძლებს საუკეთესო შედეგის მიღწევას და გამარჯვებული სტატუსის მოპოვებას. ტურნირი ელდარ შალამბერიძის სახელობის სამუსიკო სკოლაში გაიმართება და მშობლებს დაინტერესების შემთხვევაში საშუალება ექნება თვალი ადევნონ პარტიად შვილების მონაწილეობით. გამარჯვებულებისთვის გათვალისწინებულია შესაბამისი პრიზები და სამახსოვრო საჩუქრები. იდეა საზღვარგარეთ თამაშის დროს დამებადა, იქ ჩატარებული ტურნირის ეს ემოციები და ყველაფერი დაძაბულობა აღელვების შემდეგ მინდოდა რომ ჩვენთან აქ ჩვენ რეგიონში ჩატარებულიყო ასეთი დონის ტურნირი, რა თქმა უნდა, საერთაშორისო არ იქნება, მაგრამ თანამედროვე სტანდარტებზე მონაწილეებისათვის ბავშვებზე მორგებული, მათ საჭიროებებზე, ყველაფერი, რაც ნორჩ მოჭადრაკეებს ჭირდებათ, როგორც თქვი, თანამედროვე სტანდარტებზე იქნება მორგებული ტურნირი მოსწავლეებს შორის, ღია ტურნირი. იქნება ასაკობრივი კატეგორიები, 8 წლის ბავშვები, 10 წლის, 12-ის, 14-ის და ყველა მოსწავლე, სკოლის მოსწავლეს, რაც შეეხება 18 წლამდე, ასე რომ ვთქვათ. ტურნირი გაიმართება ელდარ შალამბერიძის სახელობის მუსიკის და ხელოვნების სკოლაში, ბიბილაშვილის 8 ნომერში ჩვენთან და ყველა საჭირო ინვენტარი, ყველაფერი უკვე თითქმის მზად არის. და ძალიან აღელვებული ვარ ჩვენც, რომ ასეთი მაღალი დონის ტურნირს ჩავუყარეთ საფუძველი და რა თქმა უნდა ეს გაგრძელდება. ძირითადად აი ზესტაფონიდან ჩვენი სპორტული სკოლიდან, სკოლებიდან მოსწავლეებს ველოდებით, წარმატებულ მოსწავლეებს და ამის შემდეგ, ჩვენი ტურნირის შემდეგ არის უკვე იმერეთის ჩემპიონატი. და აი ესე იგი შესამზადებელიც არის ასე რომ ვთქვათ, რომ შემდეგ ეტაპზე რეკომენდაციაც გაეწევათ გამარჯვებულ მონაწილეებს დასაფინანსებლად შემდგომ რეგიონულ ტურნირებზე, ასე რომ ძალიან კარგი ვარიანტი არის მონაწილეობის მისაღებად, გამოცდილების მისაღებად და შემდგომ წარმატების მისაღწევად. გამარჯვებულებს გადაეცემათ თასი, მედალი და დიპლომი. თავიანთ კატეგორიებში ეს ყველაფერი დებულებაში არის გათვალისწინებული, ასევე გვექნება ყველა მონაწილეისთვის უფასო ჩაი, ყავა, ტკბილეული და კიდევ ერთი დეტალი არის, ზოგადად როდესაც საჭადრაკო ტურნირები ტარდება ხოლმე, აი მშობლებს და გულშემატკივრებს არ აქვთ ხოლმე შესაძლებლობა რომ დააკვირდნენ ამ პროცესს, რაც ძალიან საინტერესოა, მაგრამ როგორც ვიცით, აი ჭადრაკს ჭირდება ყურადღება და სიწნარე, მაგრამ აი ეს ტურნირი, რაც ჩვენთან ჩატარდება, მოგცემს საშუალებას მშობლებს, რომ დააკვირდნენ თავიანთ პატარებს, რა თქმა უნდა, სიმშვიდე უნდა დაიცვან და ყურადღება უნდა იყოს. ჭადრაკი არ არის როგორც ასეთი სანახაობრივი სპორტი, მაგრამ ვფიქრობ ძალიან საინტერესო ექნება, როდესაც აი ასეთი კუთხით შევთავაზებ და მიიცვეთ საშუალებას მშობლებს, რომ დააკვირდნენ თავიანთ პატარებს. ძალიან იშვიათად არის ასეთი რაღაცა, იმიტომ რომ ყველაფერი დახურულია, აი ჩვენთან რა სტარდებოდა ხოლმე აქამდე, სულ იყო რომ ფაქტობრივად მშობლები ვერ ხედავდნენ თავიანთ ბავშვებს, შეეყავდათ ასე ოთახში იქ ტოვებდნენ და ასე იყო, მაგრამ ეს როგორც აი ღია ასეთი ტიპის იქნება. სხვა შორის ეს დაკვირვება აი საერთაშორისო ტურნირებზე გავაკეთე, სადაც არის ასეთი დაშვებები. ანუ არ არის მაქსიმალური რაღაცა კონტროლი ისეთი, რომ აძლევს გარკვეულ თავისუფლებას მონაწილეებს და მშობლებსაც, რა თქმა უნდა, ტურნირები იქნება 10 წუთიანები, 10 წუთიანი 2 წამის დამატებით. ჩქარი ჭადრაკია, ეს არ არის კლასიკურ რაღაც საათნახევრიანი, ამიტომ გეგმავთ, რომ იმ დღესვე დასრულდება ეს ტურნირი. ყველაფერი გეგმის მიხედვით, რა თქმა უნდა, რო განვითარდება და მსაჯები, რა თქმა უნდა, გვეყოლება ჩვენი სპორტ სკოლის ტრენერები, მე მათ შორის მთავარი საჯი ვიქნები და საჯები გააკონტროლებ, რა თქმა უნდა, ყველაფერს, რომ ყველაფერმა იდეალურად ჩაიაროს. ორგანიზებამაც, ხარვეზები, იმიტომ რომ ბავშვებმა ზოგმა შეიძლება ვთქვათ, რაღაც წესი არ იცოდნენ, გამოცდილება აკლიათ, მაგრამ საჯები ამ ყველაფერს უზრუნველყოფენ, ყველაფერი კომფორტულად და ოპტიმალურად ჩაიაროს ამ ყველაფერს.